ახლა ჩვენ საქმესაც მივხედოთ. წეგან ვისაუბრეთ, რომ ტაძარში იყო ჯვარი დაბრძანებული. ახლა დღეს რაზეც ვისაუბრებთ, ჩვენ შეიძლება არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ ამ საკითხებზე, მით უფრო იმის გამო, რომ ამას წინათ ერთ-ერთ ბავშვს ვეკითხებოდი, თუ შეიძლება ჩემი შვილიც იყო არ მოხსოვს. წლების წინანდელ აი ძველსაკვირაო სკოლაში ამა თუ იმ საკითხზე რო გვისაუბრია და ბევრი რაღაც ვერ გაიხსენა, რომ ჩვენ ამაზე გვისაუბრიათ. როგორც ჩანს, ეს დავიწყებას ეძლევა თუ არ შევახსენეთ კიდევ ერთხელ ხოლმე ჩვენს თავს და ეს ბუნებრივიც არის. ახლა ადამიანმა დიდი ხანია რაღაცა არ გააკეთო, შეიძლება დაავიწყდეს. ჯვართა მაღლების დღესასწაული იყო და ჩვენ ვისაუბროთ არა მარტო ისტორიულ მხარეზე რა მოხდა, არამედ იმაზე, ეს ჩვენ როგორ გვიკავშირდება, ჩვენთან რა შეხება აქვს, რა არის ჩვენთვის ჯვარი. იმიტომ რომ ეს ჯვარი არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამ წუთის სოფელში. აი მაგის გააზრების გარეშე ძალიან ძნელია ადამიანმა ქრისტიანულად იცხოვროს საერთოდ. მოდი ახლა თქვენს მიერ არაერთი ნანახი ანიმაცია კიდევ ერთხელ ვნახოთ და მე ამის გვალობაზე უკვე ვისაუბროთ ისტორიაზეც და ამის შინაარსზეც. იყო ერთი ღარიბი კაცი, რომელიც ბევრს შრომობდა, მაგრამ ცოტას გამოიმუშავებდა და ფული ძლივს ყოფნიდა ოჯახის გამოსაკვებად. ერთხელ იგი ზღვის სანაპიროზე გავიდა, ქვაზე ჩამოჯდა და უყურებდა თუ როგორ უახლოვდებოდნენ ნავსადგურს ძვირფასი საქონლით დატვირთული დიდი გემები. და თავში მას ცოდვილი აზრი გაუჩნდა. რატომ უგზავნის უფალი ზოგიერთ ადამიანს ამდენ სიმდიდრეს და ყოველგვარ სიამოვნებას, ხოლო სხვებს გასაჭირშიტოვებს? და დაიწყო მან დრტვინვა თავისი მძიმე ხვედრის გამო. დაღლილს ჩაეძინა. და სიზმარში იხილა მრავალი ჯვარი. ჯვრები იყო დიდი და პატარა, ოქროსი და ვერცხლის, სპილენძისა და რკინის, ქვისა და ხის. ხედავ რამდენი ჯვარია. ამოირჩია რომელიც ქსურს და აიტანე მთის წვერზე. შეხედა კაცმა ოქროს ჯვარს, მოეწონა ის და მისი აღება სცადა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა. არა, ეტყობა რომ ვერ შეძლება ამ ჯვრის მთაზე ატანას. აიღებ მეორე, ვერცხლის, იქნებ ეგ იყოს შენი ძალის შესაფერის. იწვალა კაცმა და ვერც ვერცხლის ჯვრის დაძვრა ვერ შეძლო. ბევრს ეცადა, მაგრამ ვერც სპილენძის, ვერც რკინის და ვერც ქვის ჯვრები ადგილიდან ვერ დაძრა. აირჩია რომელიმე ხის ჯვრებიდან. კაცმა აიღო ყველაზე პატარა ხის ჯვარი და გახარებულმა ადვილად აიტანა იგი მთის წვერზე. გაგიმხელ თუ რა ჯვრებია ეს, რომლებიც შენი ხილე. ოქროს ჯვარი მეფის ჯვარია. შენ ფიქრობ რომ კარგია და ადვილი იყო მეფე, მაგრამ იმას კი აღარ ფიქრობ თუ როგორი მძიმე ჯვარია სამეფო ძალაუფლება. ვერცხლის ჯვარი არის ჯვარი ეკლესიის მსახურთა და მეფის მრჩეველთა, რომლებსაც ასევე უამრავი საზრუნავი აკისრიათ. სპილენძის ჯვარი იმათ ეკუთვნის, ვისთვისაც ღმერთს სიმდიდრე მიუცია. შენ მათი გშურს და ფიქრობ, რომ ისინი ბედნიერი არიან, მაგრამ იცოდე, რომ მათი ცხოვრება უფრო მძიმეა ვიდრე შენი.
შენი შრომის შემდეგ შეგიძლია მშვიდად დაიძინო. რადგან არავინ შეეხება შენს ღარიბულ ქოხს და მცირე ქონებას. მდიდარს კი დღე-დაღამე შინია, რომ ვინმემ არ მოატყუოს, არ გაქურდოს, ან მისი სახლი არ გადაწვას. გარდა ამისა, მდიდარი პასუხს აგებს ღვთის წინაშე თავისი სიმდიდრის გამო, თუ როგორ იყენებდა მას. ხოლო თუ რაიმე უბედურება მოხდება და მდიდარი გაღარიბდება, მაშინ რამდენი მწუხარება დაატყდება მას თავს. რკინის ჯვარი მხედართა ჯვარია. ჰკითხე მათ და თავად გეტყვიან, თუ როგორ უწევდათ მათ ღამის გათენება ღია ცის ქვეშ, სველ მიწაზე, ასევე სიცივისა და შიმშილის მოთმენა. ქვის ჯვარი ვაჭართა ჯვარია. შენ მოგწონს მათი ცხოვრება, რადგან ისინი შენსავით არ შრომობენ. მაგრამ განახშირად არ ხდება, რომ ვაჭარი მთელ თავის ფულს დახარჯავს საქონელში, გავა ზღვაში და უბედური შემთხვევის გამო მთელი ნავაჭრი გემთან ერთად იძირება. საბრალო ვაჭარი კი გაღარიბებული ბრუნდებაში. ხოლო ხის ჯვარი, რომელიც ადვილად აიღე და მსუბუქად აიტანე მთაზე, არის სწორედ შენი ჯვარი. შენ ღმერთს შესჩიოდი, რომ მძიმე ცხოვრება გაქვს, მაგრამ ახლა ხომ ხედავ, რომ შენი ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სხვა ადამიანებისა. გულთამხილავმა უფალმა კარგად იცოდა, რომ ნებისმიერ სხვა წოდებასა და მდგომარეობაში შენ სულს დაღუპავდი. ამიტომაც მოგცა ყველაზე უბრალო და მსუბუქი ხის ჯვარი. ასე რომ მუდრტვინავ ღმერთზე შენი ხვედრის გამო. უფალი ყველას მისი ძალის შესაბამის ჯვარს აძლევს. კაცს გაეღვიძე. მადლობა შესწირა ღმერთს სასარგებლო ხილვისთვის და ამიერიდან აღარ დრტვინავდა ღმერთზე თავისი ცხოვრების გამო. ღმერთმა შეგაძლებინათ, რომ მისი მადლით უარყოთ თავი თქვენი, აიღოთ ჯვარი თქვენი, სხვისი კი არა, თქვენი ჯვარი, ის ჯვარი, რომლის ტარებაც ხელგაწიფებათ, რადგან ზოგიერთი ადამიანის ტრაგედია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თავისას კი არა, სხვის ჯვარს იღებს და უდგეთ ქრისტეს. ჩემო ძვირფასებო, განვიხილოთ ეს ამბავი. ეს ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც თქვენ ძალიან კარგად ატყობთ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ეხება. ეს არ არის ვიღაცაზე ლაპარაკი, აქ ვარ თითოეული ჩვენთაგან. ჩვენ თითოეულს გვაქვს ჩვენი ჯვარი. აი პატრიარქმა ნახეთ რა თქვა. სხვისი ჯვარი კი არა იყო, ანუ სხვისი ცხოვრება კი არ მოგინდეს, აი ის რა კარგად არის, მე რა რთული ცხოვრება, იმას რა იოლი ცხოვრება. ნახე ჩვენი ტრაგედია რაში მდგომარეობს. ეს უწმიდესისა და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სიტყვები იყო. ჩვენი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თავის ჯვარს კი არ იღებს, არამედ სხვის ჯვარს იღებს. ანუ სხვისი იოლი, ანუ ფიქრობს, რომ იოლი ცხოვრება აქვს და ცდილობს, რომ მას მიბაძოს, მას მიამსგავსოს, მაგრამ მას სხვაგვარი ცხოვრება აქვს. ვის რა სირთულის ცხოვრება აქვს, ეგ არავინ არ იცის. ეგ მე გააკეთეთ, მარიამ, ეხა მაგის დრო არ არის. ეხა რაზეც ვლაპარაკობთ, მაგის კეთება თმების მოვლა, შეურაცხყოფა ჯვრის, არ შეიძლება. ხო და ნახეთ, აი მაგალითად, ნიკოლოს აქვს ჯვარი, ეხა ამას აქვს, ეს არის მე-9 კლასელი, ხო, მე-9. ამას აქვს ჯვარი, რომ
რასაც მისცემენ გაკვეთილებს სასწავლოდ, ის იმეცადინოს 2 გვერდი იქნება თუ 5 გვერდი იქნება თუ რამდენიც იქნება. აი მაგალითად პირველკლასელი როა, დავუშვათ აი პირველკლასელი. ამას უფრო პატარა ჯვარი აქვს. გულსაკი ჯვარზე არ ვამბობ, გულსაკიდი ჯვარი ყველას უნდა გვეკვეთოს. ჩვენს სახელზე ნაკურთხი ჯვარი უნდა გვეკვეთოს. რომ ამ ჯვარმა დაგვიფაროს. მე ხა სხვა ცხოვრებისეულ ჯვარზე ვლაპარაკობ. აი ამ პატარა კუდრაჭას სხვა გვარი ჯვარი აქვს. ამას იმდენ გაკვეთილს არავინ არ მისცემს სასწავლად, რამდენსაც ნიკოლოზს. ეს თქვენი ჯვარია, თქვენ ეს უნდა იტვირთოთ. გესმით? ვიღაცას აი მაგალითად თქვენ მშობლებს გაცილებით დიდი ჯვარი მიეცა. გესმით? აი თქვენზე ზრუნავთ, თქვენ რომ ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ისინი რა სიმძიმის ჯვარს ატარებენ, თქვენ რომ გძინავთ თუ ერთობით თუ სხვა, ისინი სხედა მშობლები ერთმანეთში თათბირობენ, ჭობენ, როგორ გამოყვებონ შვილი, როგორ ასწავლონ, როგორ ჩააცვან. თუ ახლა მშობელი მორწმუნეა, გარდა ამისა, რაზეც თქვი, იმაზეც ფიქრობს შვილი, როგორ აღზარდოს სულიერად, რომ ფიქრობს, რომ ჩემი შვილი ისევე როგორც მე, ღვთის წინაშე უნდა წარდგეთ. და პასუხი უნდა მივცეთ უფალს. ჩვენი თითოეული ფიქრის თუ საქმის თუ სიტყვის გამო. და თუ მშობელი მორწმუნეა, ფიქრობს, რომ შვილზე მარტო ხორციელად კი არა, სულიერადაც იზრუნოს. თუმცა ჩვენ ახლა ამას ვერ ხვდებით და ეს გარკვეულწილად ბუნებრივიც არის, აი ჩვენ მშობელს რა სიმძიმის ჯვარი მიაქვს, ჩვენი გონება ჯერ ამას ვერ დაიტევს და ბუნებრივიც არის, მაგრამ აი როდესაც ეს კუდრაჭა გაიზრდება და დედა რომ გახდება, მერე გაიგებს თურმე დედა რაზე ნერვიულობდა. გესმით? აი ნიკოლოზი რო გაიზრდება და მამა რო გახდება, მერე მიხვდება მამა რატო ეუბნეოდა ამას თუ იმას და ჩვენ მათ დავაფასებთ უფრო მეტად. მაგრამ ყველაზე მეტად იცი როდის, აი ჩემი შვილი ყველაზე მეტად იცი როდის დააფასებს მამას. მამა რომ გახდება კი არა, მამა რომ აღარ ეყოლება. ვიღაცას დედა რო აღარ ეყოლება. აი მაგ დროს დააფასებს შვილი ყველაზე მეტად თავის მამას. ამას ჰაერზე არ ვამბობ. მე მადლობა ღმერთს, მამაც ყავს და დედაც, მაგრამ ხო გვაქვს შეხება ისეთ ადამიანებთან, ვისაც მამა გარდაეცვალა, დედა გარდაეცვალა, ის სხვაგვარად აღიქვამს მერე მაგ ყველაფერს. და რატო ვამბობ, იცით, მათ დიდი ჯვარი მიეცათ. და ისიც ჩვენი ჯვრის ნაწილია, რომ ჩვენ მათი ამაგი დავაფასოთ. ესეც შვილის ჯვრის ნაწილი. აი რა არის ჯვარი, მოდი ესე ვთქვა. წმინდა თეოფანე დაყუდებული ესეთ რაღაცას ამბობს. პირველი, აი ჯვრის 3 ფთავ და ესე საუბრობს. ერთი არის ჩვენი დაცემული ბუნება. ბუნება ის კი არა, ხეები და ტყეებს არ გულისხმობ. აი რას გულისხმობ, ნახეთ. დაუშვათ, შენ ქრისტიანულად გინდა იცხოვრო. ქრისტიანული ცხოვრება კიდევ სიკეთის გაკეთების გარეშე არ არსებობს, რომ აპატიო მაგის გარეშე არ არსებობს. დაუშვათ, გინდა რომ სიკეთე გააკეთო და ატყობ შენს თავს, რომ აი არ უნდა შენს თავს ამ სიკეთის გაკეთება, ენანება, ეზარება. აი გინდა რომ აპატიო, მაგრამ აი შინაგანად ისეთი დუღილი გაქვს, რომ გინდა რომ შური იწიო. და ატყობ, რომ აი ამ ჩვენს დაცემულ ბუნებასთან ბრძოლა ეგრე იოლი არ არის და ესე ჯვრის ნაწილი. ვაჟკაცო, მოდი გადმოდი აქეთ. ბიჭები შუაში დაჭი. ბიჭები ხომ ატეცხეთ. ესეც კი ბიჭია, მაგრამ ეს არის სვენეთა. შენ ხო ჭკვიანათა ხარ და მანდიჭი. ესე იგი, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ თავისი თავი შეცვალოს, გამოასწოროს, აი დიდ სირთულეებს აწყდება. სირთულეებს იცი როდის არ აწყდება? როცა არ ცდილობს საკუთარი თავი გამოასწოროს და სხვის შეცდომებს უყურებს. აი როგორც ბუზი, ესე იგი, და ფუტკარი. ბუზი რას აკეთებს? ბუზი ეძებს სიბინძურეს. და ბუზს ადამიანი მაშინ ემსგავსება, როდესაც ჩვენ ადამიანებში მხოლოდ ცუდ საქციელებს ვამჩნევთ. მაგრამ ფუტკარი შრომობს, კილომეტრებს გადაიფრენს, რომ ის ყვავილი იპოვოს, კეთის სურნელოვანი, რომ იქიდან თაფლი გააკეთოს. ადამიანიც ესე. ზოგი ადამიანი დახუჭავს თვალს სხვის შეცდომებზე,
სხვაში მხოლოდ სიკეთეს დაინახავს და საკუთარ თავში კი შეცდომებს. ეს თავმდაბალი ადამიანი და ესეთი ადამიანი შეეჩეხება იმ სირთულეებს, რომ არის მასში რაღაც ისეთი გამოსასწორებელი და ვერ ასწორებს. მაგრამ ღვთისმადლით ნელ-ნელა ეს დაიძლევა. და ის, ვინც თავის შეცდომებს არ უყურებს, ის ვერასოდეს არ გამოსწორდება. მაგრამ ვინც თავის შეცდომებს უყურებს, დიდი დაცემებიც რო ქონდეს, მაინც შეძლებს ღვთისმადლით, რომ ის გამოსწორდეს. მეორე, ეს არის ბავშვებო ჩვენი განსაცდელები. რა არის განსაცდელი თქვენი აზრით? განსაცდელი რა არის? აი რას დაარქმევდით განსაცდელს, როგორ შემთხვევას ან რა მოვლენას? როცა ჩვენ მეცი რაღაცას მოგვივლენს, რისი გადანახვაც და შუბაცლებას და სხვასაც. კი ბატონო, აი რაღაცას მოგვივლენს, აბა რას მოგვივლენს? ისეთ განსაცდელს მოგვივლენს, რომ აი მაგალითად რაღაცა შეკითხვა გქონდეს დაშვებული და ჩვენ ვერ ხვდებოდით. ამის გამო უფალი ჩვენ რაღაცა განსაცდელს მოგვივლენს, რომ ჩვენს შეცდომას მივხვდეთ. ხო, რაღაცა წუხარება შეიძლება დაეშვას ჩვენზე, არა, იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი ის გამოასწოროს შეცდომა, მაგრამ მოდი მეორე მხრივად შევხედოთ. განსაცდელი. სხვაგვარად დავწეროთ. 200-ო შევცვალოთ. ეხლა რა წერია? გამოსაცდელი, ცოტათი ხო გავს განსაცდელი სიტყვას. მაგრამ რაღაცით ეს აღწერს, გამოცდის წინაშე ვდგებით. აი ვიღაცამ ფეხი წამოგიდო და წაგაქცია. ეს მარტო ის კი არა, რომ წუხარება, რომ ფეხი იდგინე. თავარი იცი რა არის, შენ გამოცდის წინაშე დგები ეხლა. რა გააკეთო? აი რა გააკეთო? აპატიო თუ შური იძიო? აი ამ გამოცდის წინაშე ვდგები და ეხლა კი კარგად ვიჭიკჭიკებთ, ვიტყვით, რომ უნდა აპატიო. მაგრამ აი იქ როცა აღმოჩნდებით, სადაც განსაცდელი შეგვემთხვევა, იქ არის მთავარი. მაგალითად, ადამიანს აქვს გარკვეული სილამაზე. ისიც გამოცდის წინაშე დგას, რომ სხვაზე მეტად აიმაღლოს თავი, რომ მე უფრო ლამაზი ვარ შენზე, თუ თქვას, რომ დიდება შენ და უფალო, განა შენ არ მომანიჭე ეს სილამაზე. განა მე შევქმენი ეს სილამაზე, რითი უნდა ავიმაღლო ჩემი თავი. ანუ რითიც სინამდვილეში ღვთისმადლიერი უნდა ყოფილიყავი, ჩვენ იმითი შეიძლება თავი ავიმაღლოთ. ანუ გამოცდის წინაშე დავდექით. გესმით? ან კიდევ დავუშვათ ადამიანს რაღაცა დიდი სიმდიდრე გაუჩნდა. არის თუ არა ეს გამოცდა? სიმდიდრე შეიძლება ადამიანი დაღუპოს თუ არასწორად მიუდგება. გესმით? ესეც გამოცდა, წუხარებაც გამოცდა. და ჩვენ თითოეული ყოველდღიურად დღეში რამოდენიმეჯერ ვდგებით აი ამ გამოცდის წინაშე. ეს გამოცდა ზოგჯერ დიდია, ზოგჯერ პატარა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ გამოცდის წინაშე ვდგებით და ესეც ჩვენი ჯვრის ნაწილია. ეხლა მაგალითად აი ნიკოლოზი და ეს პატარა გოგონა რო შევადარე. ამას სხვაგვარი გამოცდები ექნება. სკოლაშიც ეხლა ხო ამას სხვაგვარი გამოცდა ექნება, იმას სხვაგვარი. ცხოვრებისეულადაც ამას სხვაგვარი ექნება, იმას სხვაგვარი. აი გზოლიანი სიტუაცია ნიკოლოს იმას კიდე სხვაგვარი ექნება, მშობელი როზის იმას კიდე სხვაგვარი. სხვადასხვა სამუშაოზე რომ მუშაობს ხალხი, ყველა სხვადასხვაგვარი გამოცდა ექნება, გესმით? და ყველას თავისი ჯვარი აქვს საბოლოო ჯამში. და მთავარი რა არის, ნახეთ, ვის რამხელა ჯვარი შეხვდეს, ამას განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი. არავინ შემთხვევით იმ ადგილზე არ აღმოჩენილ ვართ, სადაც ვართ. შემთხვევით არანაირი უსიამოვნო შემთხვევა ჩვენ თავს არ იქნება. არც არანაირი სიხარული, არც არანაირი წარმატება თუ წარუმატებლობა. ყველაფერი ამ ჯვრის ნაწილია. და ბოლოს ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ახლა მაგალითად ყველა ადამიანს აქვს თუ არა რაღაცა პასუხისმგებლობა. აი მოდი ესე ვთქვათ,
თქვენ მიპასუხეთ. აი ავტოს ვის წინაშე აქვს პასუხისგებლობა? უბრალოდ ან თქვენ მითხარით, ან ავტო მითხარით. და უბრალოდ ერთი მითხარით, ორი მითხარით. ვის წინაშე აქვს? აბა ივანესსაც თქვა. თავის მეგობრებს. მეგობრების წინაშე აქვს პასუხისგებლობა, კიდევ ვის წინაშე აქვს? მას აქვს თავის მასწავლებლების წინაშე პასუხისგებლობა და რასაც მისცემ დავალებებს. მასწავლებლების წინაშე აქვს, კიდევ ვის წინაშე აქვს პასუხისგებლობა? შობლების წინაშე. მშობლების წინაშე აქვს კიდევ ისი მარია? ღმერთის წინაშე აქვს. აი ნახე უკვე რამდენი ჩამოთვალეთ. კიდევ შენს გეტყვი. აი ჩემს ძირფას ავტოს პასუხისგებლობა ვის წინაშე აქვს კიდევ? თავის კლასელების. კლასელების წინაშე აქვს. გვერდის. თავის სამშობლოს წინაშე აქვს. ნახეთ და ჩვენ ყველანი ვართ ავტოს ადგილზე, ბავშვო, ეს მარტო ავტოს კი არა, უბრალოდ პირველი ეს დავინახე და ამიტომაც შენ რას ამბობ? მამას წინაშე. ხო, თავისი მოძღვრის წინაშე, თუმცა მოძღვარსაც აქვს მაგის წინაშე პასუხისგებლობა, ისიც კი არ არის თავისუფალი. ნახეთ, თითოეულ ჩვენთაგანს, აი რამდენი მეგობრების წინაშე გვაქვს პასუხისგებლობა, ჩვენი თანაკლასელების წინაშე. ეხლა რატო გამოვყავი მეგობრები და თანაკლასელები? შეიძლება თანაკლასელებთან ყველასთან კარგად იყო, მაგრამ მეგობარი ყველას კი ვერ უწოდა, ამაზე ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ. ყველას მიმართ პატივისცემით უნდა იყო განწყობილი. ყველას მიმართ, ესე იგი, მოკრძალებით უნდა იყო, თუ დახმარება დაჭირდა, დაეხმარო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ერთნაირად გაუზიარო შენი დარდი თუ შენი სიხარული, არა? პასუხისგებლობა გვაქვს მშობლების წინაშე, ჩვენი სამშობლოს წინაშე, ღვთის წინაშე. პასუხისგებლობა გვაქვს ასევე უცნობი ადამიანების წინაშე. გვაქვს თუ არა პასუხისგებლობა? რატო? რო არ ვიცნობთ? არ გაქვს უცნობი ადამიანების წინაშე პასუხისგებლობა? როგორ არ გაქვს? აი მაგალითად, შენ დაუშვათ ქუჩაში ზიხარ სკამზე. დაინახე უცნობი ადამიანი, თუნდაც შენი ტოლი, რომელსაც ფეხის ტკივა და უჭირს დგომა. არ გაქვს პასუხისგებლობა, რო ადგე და დაასვენო? ხო გაქვს პასუხისგებლობა. ესე იგი, ჩვენ ყველას წინაშე გვაქვს პასუხისგებლობა. თავი ადამიანმა ეს იგრძნოს და დაინახოს. და აი ეს პასუხისგებლობათა ერთობლიობაც ჩვენი ჯვრის ნაწილია. მაგალითად, თქვენს მშობელს პასუხისგებლობა აქვს თქვენს თავის შვილებზე, თქვენზე. თქვენი მშობელი თუ მასწავლებელია, მარტო თქვენზე არ აქვს პასუხისგებლობა. არამედ აქვს თავის მოსწავლეებზე ამხელა პასუხისგებლობა. თუ ვინმე სკოლის დირექტორია, იმას მთელს სკოლაზეა. ან უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მისი მოსწავლეები კარგად იყვნენ. გესმით? იმაზე კი არა, რომ მე ვიყო კარგად დირექტორი ვარ. არა. ეს არ არის ქრისტიანული გაგება. ქრისტიანული გაგება ისაა, რომ მე ვიზეც დამადგინა უფალმა პასუხისგებლად, ანუ მოვალედ, ანუ სხვაგვარად რო თქვა, თანამდებად, თანამდებობის პირი, ხო გაიგონიათ? ეს თანამდები მოვალეა სინამდვილეში. მოვალე ვარ მე ვიზრუნო მათზე. ეს ქრისტიანული გაგება, რომ მე ვარ მოვალე ვიზრუნო მათზე და არა ისინი არიან მოვალე, რომ ჩემზე როგორც უფროსზე და დირექტორზე იზრუნო. ეს არის ქრისტიანული გაგება. იმიტომ რომ ღმერთი, რას გვეუბნება, ღმერთი რომელიც ადამიანად მოვიდა იესო ქრისტე, მე იმისთვის კი არ მოვედიო, რომ თქვენ მემსახუროთ. მე იმისთვის მოვედი, რომ მე გემსახუროთ და ჩემი თავი დავდო თქვენთვის და მართლაც დადო თავისი თავი ჩვენთვის და ჯვარზე გაეკრა ჩვენი სიყვარულისთვის. გესმით რაზე ალაპარაკი? ხო და აი ქრისტიანი ეს ფიქრები უნდა ქონდეს, მე მოვალე ვარ სხვის მიმართ. ეხლა შეხედეთ. დაცემულ ბუნებასთან ბრძოლა ჩვენს მანკიერებებთან. განსაცდელების წინაშე ყოფნა და ჩვენი პასუხისგებლობა, ეს ამ სამის ერთობლიობა ქმნის ჩვენ ჯვარს, ჩვენ ცხოვრებისეულ ჯვარს და თითოეულმა ეს უნდა ვიტვირთოთ. და ადამიანმა აი ამ ჯვრის ტვირთვის დროს უნდა ეძებოს არა მიზეზები, რომ ამას გაექცეს, არამედ შესაძლებლობები, საშუალებები, რომ ეს ატაროს ღვთისცადნოდ. ღმერთს ადიდებდეს და ისე ატაროს, მხნეთ ატაროს ეს ყველაფერი. ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა. უფალმა ეს გზა გვასწავლა ჩვენ. ეხლა რაც შეეხება მის ისტორიულ მხარეს, მოდი ამაზეც თქვათ ორიოდე სიტყვა. ხო არ დაგღალეთ?
მაგრამ თუ უკვე ისეთ დაღილები ხართ, რომ მეტი ვეღარ იღლებით. მთელი დღის ბოლოს. კარგია, დაღლა ცუდი კი არ არის ბავშვებო. დაღლა არის ძალიან კარგი. აი შეხედეთ. აქ არის გამოსახული მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, მის მარჯვნივ და მარცხნივ არიან ავაზაკები. ჯვარი ითვლებოდა დასაჯელ იარაღად ქრისტემდე. ჯვარი ითვლებოდა დასაჯელ იარაღად, მაგრამ ქრისტემ სწორედ აი ეს საწამებელი დასაჯელი სამარცხვინო სასჯელის იარაღი მიიღო თავის თავზე იმისთვის, რომ ჩვენ გამოვეხსენით ცოდვის ტყვეობისაგან. თქვენ იცით, რომ ჯვარცმამდე თითოეული ადამიანი როგორი კეთილი და კარგიც არ უნდა ყოფილიყო, ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა, რადგან კარი სასუფევლისა არ იყო გახსნილი. სწორედ ჯვარცმისას გაიხსნა ეს კარი და პირველად ვის უთხრა, რომ ცხონდებიო, გადარჩებიო, ჩემთან იქნები სასუფეველში. სწორედ იმ ავაზაკს უთხრა. სხვათა შორის ამას წინათ ერთ-ერთმა ბავშვმა იქ ონლაინ საკვირაო სკოლას ვატარებდით და საინტერესო ამბავი მომიყვა. ადრე მქონდა მოსმენილი, მაგრამ აღარ მახსოვდა ეს დეტალები, რაღაცები და ესეთი საინტერესო ამბავი იყო. ამნაირი ავაზაკი იყო ერთ-ერთი და ვერაფრით ვერ შეიპყრეს. იმპერატორმა მავრიკიუსმა თუ არა ვცდები, გაგზავნა ჯარისკაცები, დაიჭირეთ და მოიყვანეთო და მოუხელთებელი აღმოჩნდა. ეხა ის დახელოვნებული იყო ყველაფერში და ჯარისკაცები როგორც ჩანს ვერ იჭერდა. ბოლოს შეუთვალა ამ იმპერატორმა, მოდიო შენი ფეხით და სიტყვას გაძლეო, რომ ესე იგი არაფერს არ დაგიშავებ. უბრალოდ მოდი და აღარ გააკეთო ის, რასაც აკეთებდი და არაფერს არ დაგიშავებო და ეხლა ისე კი არ არის, რომ სიტყვას რო იტყვის ადამიანი და მერე გადათქვამს, კაცი სიტყვას რო იტყვის, უნდა შეასრულოს. კაცი მაგით იფასობს. მოვიდა ეს ავაზაკი, დაუჯერა, ნახე რატო დაუჯერა. თვითონ იყო ესეთი სიტყვის კაცი, ალბათ როგორც ჩანს რა. იმიტომ რომ შენ თუ არ ახარ სიტყვის კაცი, სხვაშიც ეჭვი შეგეპარება. შენ თუ არ ახარ პატიოსანი, სხვაშიც შეგეპარება. მივიდა ეს ავაზაკი. მართლაც არაფერი დაუშავა ამ იმპერატორმა, ეს ნამდვილი ამბავია. მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ავაზაკი ცოტა ხანში დასნეულდა და გარდაიცვალა. ექიმების ხელში იყო ბოლოს ავადმყოფოში და ეხა ფიქრობდნენ. კი, ამ ავაზაკმა შეწყვიტა ბოროტების ხმა, მაგრამ არაფერი სიკეთე რომ არ გაუკეთებია. ნუ თუ გადარჩა, თუ წარწმდა, ანუ ჯოჯოხეთში მოხდა, თუ სასუფეველში და აი ამ ფიქრებში იყვნენ. და იმ ექიმს ჰქონდა ძილში ხილვა, უფალმა განუცხადა ეს. რომ ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცს სიკეთე არ ჰქონდა გაკეთებული, არსებობდა ერთ-ერთი, ესე იგი, როგორ ვთქვათ, ხელსახოცი თუ წყვილსახოცი თუ რაც გინდათ ის დაარქვით, რომელიც იყო მისი ცრემლებით სველი. ანუ ღამე რო იწვა, ტიროდა თავის ცოდვებს. და როდესაც და ამ ხილვაში ეშმაკები მოვიდნენ ამის წასაყვანად, ანგელოზებიც მოვიდნენ ამის წასაყვანად, მისი სულის წასაყვანად. და რომ ვერაფერი ვერ ნახეს გასამართლებლად. ერთი წუთი თუ ვიპოვე, რომ ვერაფერი ვერ ნახეს გასამართლებლად, ნახე. ანგელოზებმა სწორედ ის ღვთისახოცი მოიტანეს მისი ცრემლებით დასველებული. და სწორედ აი ამ სინანულის ცრემლებმა გადაწონა ყოველგვარი ბოროტება. გესმით აი რაზეა ლაპარაკი და ამ ეშმაკებს ჩამოწერილი აქვთ აქ მისი ცოდვები. მაგრამ აი ეს ცრემლი, სინანულის ცრემლი ახსარება თითოეულ აი ამ ცოდვას ახხოცავს. და სწორედ მისმა სინანულმა გადაწონა და ეს გადარჩა. იმიტომაც არის ნახეთ, შარავანდედი წმინდანები გამოისახებიან ხო, ეს სასწორი იქ ახლა ბავშვებო, აი პირდაპირ გაგებით კი არ უნდა გავიგოთ, რომ აი ცოდვა და მადლი ესე იწონება და ეს უბრალოდ ღმერთი ჩვენს ენაზე რაღაცნაირად რომ ჩვენ გავიგოთ. თორე ზეცაში არანაირი სასწორი და ის არ არსებობს. გესმით, განარასასწორი უნდა ყოფილიყო, ახლა შეხედეთ. ამდენი ცოდვები და ერთი ღვთისახოცი აქეთ, ცრემლებით სავსე ოღონდ, სინანულის ცრემლები ძალიან დიდი ძალა, აი რო ნანობს შენ და ის ავაზაკიც, კეთილგონიერი ავაზაკი,
რომელიც პირველი შეიყვანა უფალმა სასუფეველში, სწორედ მაგ სინანულს განიცდიდა ბავშვობა, ის ეუბნაოდა უფალს, რომ მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენით. კი არა მოს მაცხოვნეო, არამედ მომიხსენეო. აი როგორი სიმდაბლე აქვს მონანულ ადამიანს, რომ უბრალოდ მომიხსენე ერთხელ შენ სასუფეველში. მე მინდა გაგახსენოთ ამ ავაზაკზე ერთი ამბავი, რომ ეს უბრალო კაცი არ იყო და რაღაცნაირად სულიერი თვალი გახელილი ქონდა. თქვენ გახსოვთ, როდესაც ბეთლემში მაცხოვარი იშვა, სამყაროს მხსნელი, ხო ქრისტეშობა ხო ბეთლემში მოხდა. მეფე ჰეროდემ რო გაიგო, რომ იქ მეფე დაიბადაო, გადაწყვიტა, რომ ყველა ბავშვი მოეკლა იმ მხარეში ბეთლემში და მის გარშემო და 2 წლისა და უფრო მცირე ასაკისა ყველა ბავშვი დახოცა. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ანგელოზი გამოეცხადა იოსებს, ვისაც ჩაბარებული ყავდა ქალწული მარიამი და უთხრა, რომ ადექი და წაიყვანე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ყრმა იესო წაიყვანე ეგვიპტეში გაიქეცით. და ისინი და მისი შვილი იოსების შვილი იაკობი ერთად მიდიან და იქ სწორედ მათ ავაზაკები დაესხნენ თავს, უნდა გაეძარცოთ. და ერთ-ერთ ავაზაკთა უფროს რომ უნახია შვილი იესო, იმდენად მოსწონებია, რომ უთქვამს, ჩვენ რომ გაგვიგიაო. ნახე, ავაზაკებსაც ჰქონდათ ეს ცნობა გაგებული, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოსულიყო. ჩვენ რომ გაგვიგია, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოვიდესო. ის თუ ადამიანად მოვიდა, ამაზე მშვენიერი მაინც არ იქნება. გესმით? და ავაზაკებს უთხრა, რომ ხელი აიღეთ ამათ გაძარცვაზეო და იქ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უთქვამს მისთვის, ჩემი ძე და ღმერთი ამ სიკეთეს არ დაგივიწყებს. და არის გარდამოცემა ასეთი, რომ სწორედ აი ეს ავაზაკი ყოფილა იმ ავაზაკთა ბანდის მეთაური, რომელმაც თქვა, რომ ღმერთი რომ ადამიანად მოვიდეს, ამაზე მშვენიერი არ იქნება. ანუ რისი თქმა მინდა, იქვე ამოიცნო მასში ღმერთი. ეს საოცარი ადამიანი იყო. მთელი ცხოვრება ავაზაკოს, მაგრამ ბოლოსაც აი ღმერთმა მისი სინანული შეიწირა. ავაზაკობა კი არ იყო კარგი. აი ეს იყო კარგი, რაც ბოლოს მოხდა. ის კი არ არის კარგი ადამიანმა ვიღაცას დასცინა, მაგრამ ამ დაცინვის გამო რომ ნანობ, აი გარი კარგი, ეგ არის ვაჟკაცობა. ის კი არა ვიღაცას წაართვა, აი წართმეულს რო უბრუნებ და ნანობ, აი გარი ვაჟკაცობა. გესმით? სწორედ აი ამ სინანულმა და მაცხოვრის გადაწყვეტილებამ ის აცხოვნა. ეხლა რა მოხდა? გავიდა დრო აი ამ ჯვარცმის შემდეგ. რომაელი იმპერატორები, რომლებიც მკერდთაყვანისმცემლები იყვნენ, რთულად ხო არ ვლაპარაკობ, თუ რამე ატყობთ, რომ ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ ხელახლა მკითხოთ. რომაელი იმპერატორები ცდილობდნენ ყველა ის ადგილი, რაც დაკავშირებული იყო ქრისტესთან, მიწით დაეფარათ. რა იქნებოდა ეს ადგილები თქვენი აზრით? რომელი ადგილები შეიძლება თქვი პირდაპირ? აი რომელი ქალაქი იქნებოდა? ბეთლემი იქნებოდა, კიდევ რა იქნებოდა, დავით? გოლგოთა იერუსალიმთან ახლოს, კიდევ რა იქნებოდა? ეგვიპტემდე არა, ვერ მიუწდებოდათ იმათის. მაგრამ იქ არც ფიქრობ, იმიტომ იქ ცოტა ხანი იყო ეგვიპტეში. შეიძლება ყოფილიყო ნაზარეთი, არა, სადაც როგორ? თაბორის მთა შეიძლებოდა ყოფილიყო ფერისცვალება, სადაც მოხდა. გეციმანის ბაღი, ელეონის მთა, ანუ ზეთისხილის მთა. რატო აკეთებდნენ, რომ დაეფარათ მიწით? იმიტომ რომ ადამიანთა ცნობიერებიდან ქრისტეს შესახებ ყველაფერი წაეშალათ. და როდესაც უკვე მეოთხე საუკუნე დადგა, ეს ყველაფერი მიწით არის დაფარული, მაგრამ ამ დროს იმპერატორი არის კონსტანტინე დიდი. ერთ-ერთი ბრძოლის წინ მას ზეცაში გამოუჩნდა ჯვრის ნიში და იქ ეწერა, ამით ძლიერე, ამითი დაამარცხე. შეეშინდება კონსტანტინეს, ისევე როგორც ნებისმიერ წარმართს შეეშინდებოდა. მაგრამ ძილში მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა, რომ არ შეშინებოდა. არამედ საბრძოლო მუზარადებზე, მუზარადი ხო იცით რაც არის, თავზე რო აფარიათ ხომ მებრძოლებს. საბრძოლო ფარებზე, ფარი რითაც ხმალს იგერიებენ და დროშებზე გამოესახათ ჯვრები და ასე წასულიყვნენ და გაიმარჯვებდნენ. წავიდნენ, გაიმარჯვეს და კონსტანტინე დიდმა მოიძია ის ჯვარი,
გადაწყვიტა რომ მოეძიებინა რომელზეც ქრისტე ჯვარს აცვეს. თავისი დედა ელენე დედოფალი აი თქვენი რამდენიმე ბავშვის ფარველი წმინდანი ელენე ხო ქვიათ აქ რამდენი ხართ ესეთი ელენე დედოფალი გაგზავნა იერუსალიმში რომ მოეძიებინათ ეს ჯვარი. ახლა ძალიან რო არ გადაგღალოთ ცოტა შევამოკლებ. ბევრი ძებნის შემდეგ იპოვეს 3 ჯვარი, 3 იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ავაზაკები იყვნენ გაკრული ორ ჯვარზე. აი ზემოთ რო ფიცარი აქვს, ნახე, მაცხოვრის ჯვარს. მოიცა და კიდევ უფრო კარგად რო დაინახოთ. აი ესეთი რაღაც ფიცარი. ქონდა ხოლმე ჯვრებს, ნახეთ მაღლა რო აქვს. თითქოს ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ ჯვარი უკვე შექმნილია, მაგრამ ის ფიცარი დამატებით იმიტომ იყო, რომ იქ ეწერა ესა თუ ის ავაზაკი, რატომ იყო ჯვარცმული, რა დააშავა. გესმით? აი ხალხი რო გაივლიდა, შეხედავდა ვიღაცა შეიძლება რაღაც საშინელი ხა აღარ მინდა ჩამოთო, რაღაც საშინელი ცოდვა ჩაიდინა და ამის გამო ისჯება ჯვრით. იესო ქრისტეს ჯვარზე ეწერა, იესო ნაზარეველი მეუფე ჰურიათან. აქ არანაირი დანაშაული არა, იმიტომ რომ ის უცოდველი იყო და იმას დანაშაულის გამო კი არ ჯიდნენ. იმას შურის გამო აცვამდნენ ჯვარს, მათი გაგებით. თორე ჩვენი გაგებით ეს ქრისტემ ასე ინება, რომ თვითონ ჯვარცმული იყო. ეს თავადაც თქვა, რომ აღარ გავაგრძელოთ. ეგ ფიცარი დაკარგული იყო, ამიტომ ვერ იგებენ ქრისტეს ჯვარი რომელია და მიცვალებულზე შეხებისას ის მიცვალებული გაცოცხლდა. 3-ვე ჯვარი შეეხეს, ერთ-ერთი მიცვალებული ერთ-ერთი ჯვრის შეხებისას მიცვალებული გაცოცხლდა. ამ ჯვრითვე განიკურნა ერთ-ერთი ადამიანი და ამითი დაასკვნეს, რომ ეს იქნებოდა ქრისტეს ჯვარი. ეს ჯვარი შემდგომ აღამაღლეს, შემაღლებულ ადგილზე დააბრძანეს, რომ ყველას შეძლებოდა, რომ მისულიყო და თაყვანი ეცა. და აი ამ მოვლენას ყოველწლიურად აღნიშნავს ეკლესია. და არა ერთხელ, არამედ მეორეჯერაც დიდ მარხვაში მესამე კვირა დიდი მარხვისა ყოველთვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაა, რათა კიდევ ერთხელ შეგვახსენოს ჩვენ რა არის ჩვენი გადამრჩენელი, რომ თითოეულ ადამიანს თავისი ჯვარი აქვს. ეხლა მოდი პატარები რო არ დავჩნენ ისე, რო არ მოიწყინონ, ერთი პატარებისთვისაც თქვათ რაღაც. აი ხო გითხარით იაკობ გოგებაშვილის საღამოზე ხართ მეთქი დაპატიჟებული და ეს სწორედ მისი მოთხრობა. იყო ერთი დიდი სპილო, რომელმაც გაიარა და დაინახა ჭიანჭველების ბუდე. ეხლა ფიქრობდა რა უყო დავადგა ფეხი არ დავადგა. გადაწყვიტა რომ მოდიო ჩემს ძალასო აქ გამოვიჩენო და დაადგა. ეუბნოდნენ რა გინდა ჩვენგან ერთი ბეწვები ვართ, გაიარე. სხვა რამეში დახარჯე შენი ძალა. რაღაცები რო არ შემეშალო საინტერესო მიგნებები. შედარება მინდა გავაკეთო. არაო სპილომ გადაწყვიტა რომ თავისი ძალა გამოეცადა ამ ჭიანჭველების ბუდეს და ფეხი დაადგა და რა ბუდე გაუძლებდა ეხლა ამხელა ჩაუნგრია ეს ბუდე. მაგრამ ჭიანჭველები დაესივნენ. ზოგი ყურში უძრებოდა, ზოგი ცხვირში, ზოგი თვალებზე აჯდებოდა. თან ეს სპილო ფიქრობდა, ერთი ბეწვები არიან, ამათ რას ამაგიერო უნდა გადამიხადონო და იმიტომაც უფრო შეგულიანებულმა დაადგა ფეხი. მაგრამ ეს ჭიანჭველები მოსვენებას არ აძლევენ. აი ხას ამას უსვამ. მოსვენებას არ აძლევენ, ეგ დაიმახსოვრა. ბოლოს არ გახნის შემდეგ რომ მოიქანცა ეს სპილო და ატყობს რომ ვერაფერს ვერ შველის თავის თავს, იმიტომ რომ შეუძლებელია არსებობა აი ესე რომ დაგესევიან და რო გჭამენ. ბოლოს შენდობა ითხოვა, მაპატიეთო და აღარ ვიზამთო და ჭიანჭველებმა უთხრეს რომ კარგიო, ჩვენო შენაირად გულქვაობას არ გამოვიჩენთო და გამყოფინებთ იმასო, რაც ტანჯვა მოგაყენეთო და მერე გაეცალნენ და მერე გახარებული იყო ნახეთ. და იმის მერე არისო სპილო ესეთი შვიდიო და სულგძელიო და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა რომ შედარება გავაკეთო. წარმოიდგინეთ რომ ეს სპილო განასახიერებდეს ადამიანს. თან ჭიანჭველებმა რა უთხრეს იცით?
ამის შემდეგ მარტო ჩვენ კი არავ არავის არაფერი არ უნდა ავნოო და მით უმეტესო აი როგორც იმაზე გითხარით ხასუსავ მეთქი რომ მოსწონებას არ აძლევ მით უმეტეს იმას არ უნდა ავნო ვინც ჩვენზე სუსტია წარმოიდგინეთ ეს პირო არის ადამიანი და ჭიანჭველები კარგად დაიმახსოვრეთ მოსწონებას რო არ აძლევდნენ არის ჩვენი სინდისი ადამიანი რაღაცას რო დააშავებს სინდისი მოსწონებას არ მისცემს ვერ მოიშორებს სინდის ხო ვერ იშორებდა ეს ჭიანჭველებს ხო ვერ იშორებდა სინდის ვერაფერს ვერ უზა ვერ მოიშორებ ერთადერთი რითი უშველა ამ სპილომ თავს სინანულით თქვა რომ აღარ ვიზამო ჭიანჭველებმა არა უთხრეს მარტო ჩვენ კი არა არავის არაფერი არ უნდა დაუშავო მით უმეტეს შენზე სუსტი თუ აღმოაჩინე ისე რომ შვიდათ ადამიანი იცი როდის არის როცა სინდისი აქვს სუფთა როცა სინდისი რაღაცის გამო გაწვალებს მაშინ სუფთა აღარ არის ეს სინდისი და მაშინ სიხარულიც დაკარგულია აი მაგალითად მოგეწონა რაღაცა კალამი სკოლაში ნახე რომ ერთი დღე არავინ იღებს ორი დღე სამი დღე 10 დღე არავის ჭირდება მაგრამ ამავე დროს იცი რომ ეს შენი არ არის მოახერხე ისე რომ უჩუმრის პირად არავინ არ დაგინახა და აიღე მაგრამ მოხდა ის რაც ამ სპილოს მოვიდა დაგესივნენ ეს ჭიანჭველები სინდისი არ გასვენებს ყოველთვის გეუბნაო რომ ეს შენი არ არის და შენ ეს არ უნდა აგებო გაწუხებს და მე ხვდები რომ ამ კალმის გარეშე უფრო მშვიდად იყავი ვიდრე ეს კალამი რო გაქვს და სინდისი გაწუხებს ეს ისე უბრალო მაგალითი თორე ესეთი აკლემის ქურდი და ნემსის ქურდი ერთი და იგივეა ხო გაიგონით ვიღაცა აკლემს მოიპაროს ვიღაცა ნემს მაგრამ ორივე სინდისი შეაწუხებს და გათავისუფლების გზა იმ სინდისისგანაც და ამ ჭიანჭველებისგანაც არის ერთადერთი რომ შენდობა ითხოვო ნიშნავს რომ გადაწყვიტო აღარ გააკეთო და ის გაფუჭებულით გამოასწორო კალამიც დააბრუნე გესმით თქვენი თვალებიდან ზოგ შემთხვევაში ძილი იყურება ზოგ შემთხვევაში გაგვიშვი და გაგვანებე თავიო ზოგ შემთხვევაში უკვე იმან გამოიხედა რა კარგია ამთავრებსო ამიტომ მე მოგანიჭებთ მაგ ბედნიერებას ავდგეთ ვილოცეთ